მე ვარ ლაზარე ვეკოა 9 წლის. სწავლობ სკოლა ლომისში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, მუსიკა და ცეკვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ორნატში. ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა რომ შევიდოდი ცეკვაზე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჩემი მშობლიური ცეკვა, საქართველოს ცეკვა, ძალიან ლამაზია, მომხიბვლელია და მომეწონა. ორნატში შესვლამ ჩემი იმედები გაამართლა. ჩემი ქორეოგრაფია ვაჟა კოდრიგაძე. ხიარული მშვიდია კარგია, მაგრამ ხანდახან ცელქობს და ნერვებს უშლით. ზოგჯერ რა გვიდა, მაგრამ ყველა ბავშვს უყვარს ცელქობა. ორნატში რომ მოვედი, ყველაზე მეტად გამიჭირდა ტრიალდაცემა. რო ტრიალებდა, რო ეცემი და მე რო უნდა ადგე. ადვილი იყო ტრენაჟი, ცერებზე დადგომა. ჩემი ძმაც ცეკვავს ორნატში, მაგრამ მე უფრო ნიჭიერი ვარ. ჩემი საყვარელი ცეკვა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. უკვე 7-ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მეოთხე კონცერტი, სადაც ჩვენ ვიცეკვეთ აჭარული. იმიტომ რომ სომხეთს ვეჯიბრებოდი და კარგად ვიცეკვეთ და მოვიგეთ. ცეკვის ყველა ფორმა მიხდება, განსაკუთრებით ნაცრისფერი ჩოხა. ჩემი გეგმა რომ ამ საბოლოოში ვიცეკო კიდევ 10 წელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა და დაძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმარის 11 წლის და ქვია ლუკა. ის არის ცელქი, ჭკვიანი და მოუსვენარი. ჩემი აზრით ლუკა რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ლიზა. ის არის ცელქი, პრანჭია და მავნე. ლიზა ალბათ გამოვა ფრენბურთელი. ბაბუა არის ენერგიული, მშრომელი და ჩემი უფროსი მეგობარი. მამა არის სიმპათიური, განათლებული და სტუმართმოყვარე. დედიკო არის ლამაზი. ძალიან უყვარს თავისი შვილები და არის მშრომელი ეგეც. ძალიან გამიმართლა რომ ასეთი კარგი მშობლების შვილი ვარ. ახლა მინდა 29 წლის ვიყო, რადგან ვითამაშო დიდ ფეხბურთში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. კიდევ რა თქმა უნდა წავიდოდი გერმანიაში, რადგან იქ მყავს 2 ბებია და 1 მამიდა. სამივე ძალიან მიყვარს და სულ მენატრება. მე ასევე მიყვარს მუსიკა და დავდივარ ფანდურის წრეზე. ფანდურზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არის ქართული ინსტრუმენტი. ჩემს სკოლაში ასწავლიან და მასწავლებლის მომწონს. ეს მასწავლებელი არის რუსუდან ჭავჭავაძე. ძალიან კარგად შეუძლია ურთიერთობა და მარტივად ხსნის გაკვეთილებს. თავიდან გამიჭირდა ჩამოკრა, მაგრამ აკორდები ადვილი იყო. მე მგონია სიმღერის და მუსიკის ნიჭი მაქვს მამისგან. ის არის ძველი მუსიკოსი და უკრავს გიტარაზე. ჩემი საყვარელი სიმღერაა ახტურფავ. ახტურფავ, რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რას მეჭირსა. შენი მონდობილი ნიადაგსა ჩემე პირსა. ფანდურის გარდა კიდევ სიამოვნებით დაუკრავდი გიტარაზე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მშობლიური არის. კიდევ იმიტომ რომ არიან განათლებული მასწავლებლები და მყავს ძალიან კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნატალი გოგოლაძე. ყველაზე ჭკვიანია კატო არევაძე. 7 არც 1 არის. აკაი. ყველაზე მშვიდი არის ნინა არევაძე. ყველაზე ცელქია ნიკოლოზ ბეწვაშვილი. მე ვარ ყველაზე საყვარელი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო ბაბუხადია, რადგან ის არის ღიმილიანი, კარგი მასწავლებელია, მეგობრულია, კარგია, ბედნიერი, იმიტომ მგონია რომ სული იღიმის. ეთყობა ოჯახშიც აქვს კარგად დაწყობილი საქმე და სკოლაშიც. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე, მაგრამ ფეხბურთით ვიცოდე. შეიძლება ფეხბურთელი გამოვიდე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. სპაიდერმენობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ 6 წლის ასაკში მივხვდი, რომ ნამდვილი არ იყო. ანუ თურმე 6 წელი მიცხოვრია ტყუილში. მიყვარს ფეხბურთი და ვთამაშობ FC გლდანის აკადემიაში. ჩემი მწვრთნელები არიან ლევან გაბუნია და თენგო სილაგაძე. ორივე კარგებია და საერთოდ ყველა მასწავლებლებში გამემართლა. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ხანდახან გუნდს უდაჭირდება ჩამოვდივარ ნახევარდაცვაში და დაცვაში, მაქვს გოლების გატანის ალღო და ბევრი გოლი გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 55 გოლი.
ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. შუა ნახევარცველა მომცა პასი, ისევ დაუბრუნე, ავედი, პასი მომცა, ერთი ადამიანი მოვატყვე და დავარტყი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მაღალი პასი გადაცემა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარ ჯუნიორი და კლუბი მომწონს პარი სენ-ჟერმენი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი უსახლკაროებს და გადავუხდიდი ბანკის ვალებს. ბანკის ვალებს გადავხდიდი აბსოლუტურად ყველა ქართველ ადამიანს. პირადად ჩემთვის ვიყიდიდი საფეხბურთო კლუბ PSG-ს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ჯანიკო ბაბუას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ლიონელ მესი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სამი პროფესიაა ყველაზე მნიშვნელოვანი? მაგალითად, ჩემი აზრით ეს სამი პროფესიაა მღვდლობა, ფეხბურთელობა და პროგრამირება. ბედნიერება არის დამოუკიდებლობის დღე, კარგი ფეხბურთელი რო ხარ, წარმატებული რო ხარ. უცხოეთიდან ქართველები რომ დაბრუნდებიან და კარგ ოჯახში რომ ცხოვრობ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.